ამ თბილისმა დამღალა დროა მოვხიოთ აქედან, წავედით აეროპორტში. რომელი გზით წავიდეთ, ფიურერ? როგორც ყოველთვის, მარშალ გელოვანზე შევიდეთ და იქიდან სანაპიროზე. მაგრამ გელოვანზე როგორც ყოველთვის საცობია, შუქნიშანზე მინიმუმ 3 საათი დავდგებით. კარგი. მაშინ ფეიქრებით წავიდეთ. ფეიქრებზეც უზარმაზარი საცობი იქნება ამ დროს. მაშინ ზღვით შემოუვაროთ, ყველას ჯობია. მანდაც საცობი იქნება, ეს ხომ თბილისია. ამის დედაც ამ თბილისში ყველგან საცობია, ვეღარ სადგაიული წესიერად. თბილისში შედიხარ დგები, გადიხარ მაინც დგები. ცენტრზე აღარაფერს ვამბობ ამათი. ჩინეთის კედელივით გრძელი საცობია. ამ 3 მილიონიან ქალაქში 2 მილიარდიან ჩინეთშიც არაა ამახელა საცობები. თბილისი როგორც ლამაზი ნაშაა, ოღონდ ნაბიჯვარი ხასიათი. არქიტექტურა მისი ლამაზი სახეა, მთები მისი ძუძუებია, ხოლო საცობები მისი წერვა ხასიათი, რომელიც უეჭველი გიჟად გაქცევს და თვეში ერთხელ რეგულარულად ჯარიმა თვიურის მაგივრად. და ვერ ხვდები ამ ქალაქში ცხოვრება ასე ძვირი რატო ღირს. ფასები შვეიცარიას გავს და ხელფასები კახეთის მიტოვებულ სოფელს. ერთოთახიან სტუდიოს სირობას ფასი ადევს გეგონება იმპერატორის სასახლეა. ეს ქალაქი კი არა, საგიჟეა. სასტრაფოდ ვერდფრენი მოამზადეთ. რაჭაში დავისვენოთ.